პრიუსი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანა საქართველოში. ხომ ესეა? ანუ თბილისში არ ვიცი, ყოველი მეორე სახმა მაღალი განაცხადი იქნებოდა, მაგრამ ყოველი მეხუთე ამდენ ავტომობილში ნამდვილად არის პრიუსი. გამძლეობა რომ იქით გადავდოთ, პრიუსის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც ირჩევს მომხმარებელი, არის ის, რომ არის ეკონომიური. მეტი არაფერი, არც კომფორტი, არც ოპციები, არც ვიზუალი ხომ საერთოდ მისი მფლობელებიც კი ხას უსვამენ იმას, რომ ჩვეულებრივი უთო არისო, როგორც არის დამკვიდრებული ქართულ რეალობაში. მისი ვიზუალი არ არის ის, რისთვისაც მას ამ ავტომობილს შეიძლება ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ავტომობილს ყიდულობენ, არის ეკონომია. ხო და, როდესაც არსებობს მასზე ეკონომიური, მასავით ეკონომიური კი არა, მასზე ეკონომიური ავტომობილები, რომლებიც უფრო ლამაზიც არის, უფრო კარგი მონაცემებიც აქვს და ამ ყველაფერს ახლა ჩვენ ერთად განვიხილავთ, უფრო კომფორტულიც არის სამართავადაც, სამგზავროდაც, რატომ არ უნდა გააკეთო იმაზე არჩევანი, როდესაც თითქმის იგივე ფასი ღირს? აი ამ კითხვაზე მიპასუხეთ. და მე ამ კითხვაზე გიპასუხებთ ახლა ამ ავტომობილის აღწერით და დაგემტკიცებთ, რომ შეგიძლიათ იგივე ფასად, რა ფასადაც შეგიძლიათ 2017 წლიანი პრიუსი იყიდოთ. შეიძლება 2017 წლიანი Kia Niro, რომელიც იმაზე ნაკლებს დაგიწვავთ. ან მაქსიმუმ იგივენაირად როგორც პრიუსი და იმაზე ბევრად ლამაზი და კომფორტულია.